მას ასე დღესწინა ვიდეოს გაგრძელებას გთავაზობთ და ეს არის ცნობილი ნეიროქირურგის მაიკლ ეგნორის სიტყვის თარგმანი, რომელიც მან ამ წლის დალასის კონფერენციაზე სახელად მეცნიერება და რწმენა წარმოთქვა. ამ ნაწილშიც თარგმანს პირდაპირ უკომენტაროდ შემოგთავაზებთ. კლინიკური სიკვდილის ყველაზე ცნობილი შემთხვევა პემ რეინოლდსის შემთხვევა იყო, რომელიც 1999 წელს ანევრიზმის ოპერაციას იტარებდა. ანევრიზმის უსაფრთხოდ ოპერირებისთვის ქირურგს ჯერ მისი სხეული ხელოვნურად უნდა გაეცივებინა და შემდეგ გული უნდა შეეჩერებინა. ამან მას ანევრიზმის ოპერაციისთვის დაახლოებით 30 წუთი მისცა. მან მისი ტვინიდან მთელი სისხლი ამოწურა, ანევრიზმა გამოასწორა, შემდეგ კი სხეული გაათბო და გული ხელახლა ამუშავა. პაციენტი გადარჩა და ძალიან კარგადაც იყო. თუმცა არაორდინალური ამ ამბავში ის არის, რაც მისი სიცოცხლეში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მან განაცხადა, რომ ის ოპერაციას თვალს ადევნებდა. გაოგნებულმა ქირურგმა მიუგო, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მისი ტვინი გამორთული იყო და არ ფუნქციონირებდა. შესაბამისად ის ვერაფერს ვერ დაინახავდა და ზოგადად ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვერ იზამდა, რადგან ის ფაქტიურად მიცვალებული იყო. საპასუხოდ პაციენტი შემდეგს მოჰყვა. როგორც კი მას ტვინი გაეთიშა, მან საკუთარი სხეული დატოვა, ჭერზე აღმოჩნდა და იქედან ოპერაციას უყურებდა. თქვა, რომ მისი მხედველობის უნარი საოცრად მკაფიო და ზუსტი იყო და რომ ეს მშვენიერი სანახაობა გახლდათ. ექიმის გასაოცრად მან ისიც მოჰყვა, თუ რაზე საუბრობდნენ ოპერაციის დროს, აღწერა, როგორ გამოიყურებოდა ინსტრუმენტები და რა მუსიკა უკრავდა ოთახში. მსგავსი შემთხვევა ქირურგების პრაქტიკაში არაერთხელ მომხდარა. იმდენად, რომ კლინიკური სიკვდილის შემთხვევები საკმაოდ რეალური ჩანს. თანაც კლინიკური სიკვდილით გარდაცვლილების მონათხრობიდან ბევრი რამ, რაც აქ, ამ ფიზიკურ რეალობაში მოხდა და მათ თითქოს და შეუძლებელი იყო დაენახათ, გაიგონათ ან ცოდნოდათ, გადამოწმებას ექვემდებარება. მეორე, რაც ამ მოვლენას და მაჯერებლობას მატებს, არის ის, რომ მეცნიერებმა შესაბამისი ლიტერატურა შეისწავლეს და მასში ათასობით მაგალითია, სადაც ადამიანები გვირაბში მიდიან და მის მეორე ბოლოში საყვარელ ადამიანებსა და ნათესავებს ხედავენ. სამედიცინო ლიტერატურაში არც ერთ ადამიანს, ვისაც კლინიკური სიკვდილის გამოცდილება აქვს, არასდროს უნახავს ცოცხალი ადამიანი გვირაბის ბოლოში. არასდროს ხდება ისე, რომ მაგალითად დედა გვირაბის იქეთ ენახოთ და ამ დროს ის ცოცხალი იყოს. გვირაბის ბოლოში მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანები არიან. მათ შორის ისეთებიც, რომელთა გარდაცვალების შესახებ პაციენტმა კლინიკური სიკვდილის დროს თვითონ არ იცოდა. მაგალითად არსებობს არაერთი მაგალითი ადამიანებისა, რომლებიც ავტოავარიაში მოყვნენ, სადაც მანქანაში ვიღაც გარდაიცვალა და მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, რადგან თავადაც მძიმედ იყვნენ დაშავებულნი. მათ ეს ადამიანი გვირაბის მეორე მხარეს იხილეს. მაგრამ ისინი არ უნახავთ, ვინც არ გარდაცვლილა და ავარიას ცოცხალი გადაურჩა. მას არის თუ არა ტვინი გონების ორგანო? ეს ერთი შეხედვით გიჟური კითხვა, მაგრამ სულაც არ არის ასეთი, რადგან ჩვენი რაციონალური უნარი, ჩვენი თავისუფალი ნების უნარი ტვინიდან არ გამომდინარეობს, თუმცა ჩვენ ეს უნარი ნამდვილად გვაქვს. ამიტომ ყველაზე გონივრული სამეცნიერო დასკვნა ისაა, რომ ტვინი მოძრაობის, აღქმის, მეხსიერებისა და ემოციის ორგანოა, ეს ყველაფერი ნამდვილად ტვინიდან მომდინარეობს, ამაში ეჭვი არ არის. მაგრამ ინტელექტისა და ნების ორგანო ცალკე აღებული არ არსებობს. რა თქმა უნდა, ინტელექტისა და ნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ტვინი გარკვეულწილად აუცილებელია. ანუ მაგალითად, თუ თქვენ თავში კეტი მოგხვდათ, გამოცდაზე ძალიან კონცენტრირებულად ვერ იფიქრებთ. ან და თქვენს ნებას შეუძლია ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მოექცეს, რომელიც თავის ტვინზე მოქმედებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ინტელექტი და ნება თავის ტვინიდან მოდის და ეს სიახლე აღარაა. უკვე უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ისინი თავის ტვინიდან არ მომდინარეობს. ასე რომ პირველი კითხვა, რომელსაც ვსვამთ, არის, არსებობს თუ არა სული? და პასუხი არის დიახ. სული არსებობს. სული არის ის, რაც ადამიანს სიცოცხლეს სცემს. ჩვენი სული არის ყველაფერი, რაც ჩვენ ცოცხლად გვაქცევს. სულის ნაწილია ტვინის აქტივობა, მოძრაობა, შეგრძნება, ემოცია და დამახსოვრება. მაგრამ სულის ნაწილია ჩვენი აბსტრაქტული აზროვნებაც. მას რა არის სინამდვილეში სული? ის ერთგვარი ჰიბრიდია. სულს ბევრი რამ შეუძლია, მან იცის, მას უყვარს. და ეს ჩვენ გვაცოცხლებს, ცოცხალ ადამიანებად გვაქცევს. მას ნაწილები არ გააჩნია, როგორც ეს ქირურგებმა დაადგინეს. ტვინს გაჭრით შუაზე, მაგრამ სულს შუაზე ვერ გაჭრით. მას არ აქვს ადგილმდებარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკური სიკვდილის გამოცდილებები არ ხდება ისეთ ადგილას, რომლის დანახვაც შეგვიძლია.
ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნად იმ გვირაბს ვერ სადიპოვით, რომელშიც ადამიანები კლინიკური სიკვდილის დროს შედიან. სული არ არის დროში მოქცეული, კლინიკური სიკვდილის გამოცდილებები ერთგვარად უდროა. და სული მარადიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სიკვდილის შემდეგაც არსებობს და მისი არსებობა შესაძლებელია ტვინის მძიმე დაზიანების შემთხვევაშიც კი. ასე რომ ადამიანის სული წმინდაა. ჩვენ ერთადერთი ცოცხალი არსებები ვართ, რომელთა სულებიც სულიწმინდებია. ცხოველებს აქვთ სულები, მცენარეებსაც კი აქვთ სულები. მაგრამ მათი სულები მთლიანად მატერიალურ სამყაროსთანაა მიბმული. ცხოველის სული ცხოველს საშუალებას აძლევს დაიმახსოვროს, იმოძრაოს, აღიქვას და ასე შემდეგ, ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ ცხოველები არ ოცნებობენ, ცხოველები ღმერთზე არ ფიქრობენ, ცხოველებს თავისუფალი ნებაც კი არ გააჩნიათ. მათ შეიძლება ჰქონდეთ სურვილი, მაგრამ ისინი მოვლენებს მორალური კუთხით არ განიხილავენ. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც სულიერი სული გააჩნია. ჩვენ ერთიანი ქმნილების პარადიგმა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სულის და მატერიის ნაზავი ვართ. ერთი ფეხი მატერიაში გვაქვს, ჩვენი სხეული, მოძრაობა, შეგრძნება, მეხსიერება და ემოცია. და მეორე ფეხი სულში, გონება და თავისუფალი ნება. სული უკვდავია. შეიძლება იფიქროთ, კარგი, ჩვენ გვაქვს სული, მაგრამ როდესაც ჩვენი სხეული კვდება, სული ქრება, მიდის. მაშინ ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა სულს სიკვდილი? ან რას ნიშნავს სულის სიკვდილი? მოდით მაგალითად სკამზე, ხესა და ძაღლზე დავფიქრდეთ. როგორ წყვეტენ არსებობას ისინი? სკამი სულ მცირე მეტაფორულად შეიძლება ითქვას, რომ კვდება. და რა ხდება, როდესაც სკამი კვდება? ის ხის ნაფოტებად, უბრალოდ მტვრის გროვად იქცევა. თქვენი თქმით, სკამი აღარ არსებობს, ეს მხოლოდ მტვრის გროვაა. მაგრამ სკამის მასა არსად ქრება, უბრალოდ სკამის ნაცვლად, ახლა ის მტვერია. იგივე ხდება ხის შემთხვევაშიც, როდესაც ხე კვდება, ის იხრწნება და უბრალოდ მიწაში ბრუნდება. იგივე ეხება ძაღლსაც. ასე რომ სიცოცხლე ცოცხალი ორგანიზმის შესაქმნელად მასის ინტეგრაცია, ხოლო სიკვდილი მასის დისინტეგრაცია. როდესაც ვკვდებით, ჩვენი სხეულები არსად ქრება, ისინი იშლება. ჩვენი სხეულის ყოველი ატომი სადღაც სხვაგან აღმოჩნდება. ასე რომ ფიზიკური სხეული შეიძლება დაიშალოს. მაგრამ შეუძლია თუ არა სულს დაშლა. და ამ კითხვაზე პასუხის წარმოდგენისთვის რიცხვაზე დაფიქრდით. რიცხვი რვა ორიგვარად შეიძლება წარმოდგენილი იქნას. ერთი, როდესაც ის ქაღალდის ფურცელზეა დაწერილი და მეორე, როდესაც რიცხვაზე კონცეპტუალურად ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ქაღალდზე დაწერილი რვა შეიძლება დაიშალოს, თუ ქაღალდს ცეცხლში ჩააგდებთ და დატვავთ, ის უბრალოდ ფერფლად იქცევა. ასე რომ ამ გაგებით რვას, თუ ის მატერიალურია, შეუძლია მოკვდეს, დაიშალოს. მაგრამ რვა კონცეპტუალურად შეიძლება ითქვას, სულიერი რვა ვერ მოკვდება. მაგალითად, უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრიდან არავინ შემოგითვლით, რომ რვა რიცხვმა გუშინ უკანასკნელად ამოისუნთქა და 10/7-ის მერე პირდაპირ 9-ზე და შემდეგ 10-ზე უნდა გადავიდეთ. ასე არ არის. აბსტრაქცია არ კვდება, ისევე როგორც სული არ კვდება. მატერია იშლება, სულს კი დაშლა არ შეუძლია. და ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს უკვდავება ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ის ღვთისგან მოდის, მაგრამ ჩვენ ბუნებრივად უკვდავები ვართ. ანუ ჩვენს ბუნებაშია, რომ ჩვენი სული ვერ დაიშლება და ვერ მოკვდება. თქვენს სულს გამორთვის ღილაკი არ აქვს, თქვენს სხეულს აქვს გამორთვის ღილაკი, მაგრამ სულს არა. სული უკვდავია. კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანები იქეთ მხარეს ნანახლამას სცენებს აღწერენ, ამბობენ, რომ იქ ფერები სუნთქვის შემკვრელია და ის რაც იქ იხილეს, არაფერს ჰგავს და არაფერს შეედრება, რაც კი ოდესმე დედამიწაზე განუცდიათ. მეცნიერი იკითხავს, აბა როგორ შეგიძლიათ დაინახოთ თვალების გარეშე? სულს ხომ თვალები არ აქვს? აღდგომის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ იქ იმ შუალედურ მდგომარეობაში როგორ ხედავთ რამეს? თომა აქვინელმა ამ კითხვას თითქმის 1000 წლის წინ უპასუხა და ერთგვარი ანალოგიაც მოიყვანა. მან თქვა, წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე ცხოვრება ხამით ვიტრაჟებიან ეკლესიაში ყოფნას ჰგავს, რომელიც შიგნიდან სანთლებითაა განათებული. ამიტომ იქ საკმაოდ ბინდბუნდია, რაღაცებს ხედავ, სარკმლებს ხედავ, მაგრამ გარეთ ბნელა და შენ მხოლოდ ეკლესიის შიდა სუსტ განათებას არ იქვამ. წარმოიდგინეთ, ღის სინათლისკენ მიდიხარ, უახლოვდები, მაგრამ ჯერ კიდევ ბნელა და შემდეგ სანთლები ქრება. და სწორედ ეს არის, როდესაც კვდები.
მაგრამ როდესაც მზე ამოვა, მოულოდნელად წარმოუდგენლად ლამაზ რამეებს დაინახავ, შენ ამას უკვე გარედან ღვთის სინათლეში ხედავ. ასე რომ სინათლე, რომელსაც ალბათ კლინიკური სიკვდილის დროს ხედავენ, ეს სხვაგვარი ღვთაებრივი სინათლეა. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.